გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოგკითხვა ბედნიერება და როგორც ყოველთვის კარგი განწყობა. რათავარია უფალი იყოს ჩვენ გვერდზე. უფალი იქნება ჩვენ გვერდზე, ჩვენ ვიქნებით ის გვერდზე და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გულს გაუხარდება, ჩვენ ხასიათს და ყველაფერი იქნება აი ასე. სანამ ამ ვიდეოს დადებას დავიწყებდი, აი ძალიან ფიქრობდი რა. გინდა არ გინდა, აი ჩემი აზრით, ალბათ თქვენი აზრით მაინტერესებს მეგობრებო, იმიტომ თქვენ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა არხი განვითარდეს და ჩვენი მოთხოვნა რა არისო, ჩვენი ეს ჩემი გამოცდილება, ჩემი ლაპარაკი, ჩემი ფიქრები, რომელსაც მე თქვენ გიზიარებთ. ეხლა დიდი ამბიცია ნამდვილად არ მაქვს, მე ადრეცა მაქვს დათქმები, რატო ვიღებ ამას, ვისთვის ვიღებ, მაგრამ იმის ამბიცია მაქვს, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ რაღაცნაირად პოზიტიური დადებითი ემოცია დარჩეს ადამიანებს და თუ სასწავლო და სასარგებლო იქნება, ეს ხო კარგი და კარგი და ნუ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, მაგრამ ხშირად ხო ვამბობ ხოლმე, რომ სამწუხაროდ ლაპარაკობთ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, რაღაც პირად გზნობებზე, ბევრ თემებს ვეხებით და ერთი თემა, რომელსაც ყოველთვის ვერიდები და რატომ აი ამასაც გეტყვით, ნუ ეს თემა პოლიტიკა, აი იმიტომ ვერიდები, რომ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ვერ გებულობს, აი ელემენტარ რაღაცაზე, ლიტერატურაზე, ანიმაზე, ამაზე რომ ლაპარაკობ ხოლმე, იმდენი უარყოფითი ისინი მოდის ხოლმე და აი მადლობა ღმერთს, ჩვენ გახსოვთ რომ თქვით რომ ყოველთვის ყველაფერს მოусმენთ, ყველას მივიღებთ, მაგრამ ლანძღვა, გინება და ასეთ რაღაცებს დავფრთხობთ და გავიდა დრო და ისე მიდის ჩვენი არხის აღების ამბავი, რომ მართლა ცუდი კომენტარები და ცუდი უარყოფითი ემოციებით არისება ჩვენი კომენტარები, ჩვენი არხის კომენტარები. ეს მე ძალიან მიხარია, მიუხედავად ჩვენი სხვადასხვა ხედვისა, ნუ რასაც ვამბობ ფილოსოფიას და ასეთ რაღაცა ლიტერატურაზე იმასე, მაგრამ დისკუსია მიდის ძალიან შემოქმედებითად და ძალიან საინტერესოდ. მიუხედავად იმისა, მეუბნები რომ სხვადასხვა აზრი გვაქვს. ალბათ ესეც კარგია, ხო? მიღწევადი, იმიტომ რომ დისკუსია იმის დისკუსიაა, რომ სხვადასხვა აზრი გაუზიარო და იქიდან რაღაცა სარგებელი ამოიტანო და ჩვენ როგორ ვამბობთ, თუ არის ხომ ასეთი გამოთქმა, რომ კამათი იბადება ჭეშმარიტება და ჩვენ როგორ ვამბობთ, რომ კამათი არ ვღებურობთ კამათს, იმიტომ რომ კამათი ჭეშმარიტება არ იბადება, შეიძლება კი იბადება, მაგრამ კამათს მოყვება ხოლმე მტკიცებულ ფორმაში ლაპარაკი, მტკიცებები, მთელი უბედურებები, მერე დამტკიცებები და რომლებიც გადადის შეურაცხყოფებში, ინებებში და მარასში, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ასე ვთქვათ ინტერნეტ სივრცე და ტელევიზიები აი გაჯერებული და ჩვენ კი რაღაცნაირად ეს მოახერხეთ, რომ აი ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ზოგჯერ მე როგორ არისო ისე როგორ ხდებაო, რომ შენი არხიო, ცუდი კომენტარები არ არისო, ალბათ შენო შლიო? არა, შლი, ინებებს და შეურაცხყოფებს შლი, მაგრამ დანარჩენი ახლა ყველაფერს და მგონი დავალაგეთ, ხო? და მე მგონი ასე რომ გავაგრძელოთ, მე მგონი კერა ალბათ ეს არის ყველაზე კარგი გზა, იმიტომ რომ მე ისე და ისე მეუბნები, რომ ჩვენ იმიტომ კი არ ვიღებთ არხებს, რომ ადამიანები უარყოფითად დაიმუხტონ და შეწუხებულები წავიდნენ ამ ყურების შემდეგ. არამედ პირიქით, რომ ეს ჩვენ როგორ ამბობთ ხოლმე, ეს წუთისოფელი, ანუ ტირე, ისედაც მოკლე და პრობლემებით და დამყოლებებით არის სავსე და რატო უნდა შევიმოკლოთ და უფრო უარესი ემოციებით და იქიდან გამომდინარე უფრო დავბრუზოთ უარყოფითად. არა, ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი იყოს კარგად და ისე რომ უბრალოდ ადამიანი მშვიდად იყოს ჩვენი ვიდეოების ყურების შემდეგ. ეს მანქანა არ მატარებს, ძალიან ელამიდის და არ დავაბონო თორე ძალიან შემაწუხამდელი სიარული. ვამბობთ, თან საქმე, თან ვიმუშაოთ, თან საქმე ვილაპარაკოთ და ერთმანეთს გაუზიაროთ აზრები. ეხლა ამასაც გაუსწრებ და უფრო წყნარად წავალ რა.
ოჯახის ასეთი შვიდი და წყნარი ურთიერთობა როგორ მოვაგვარეთ, ეხლა მე ჩემ იმასაც ვეთქვი და ალბათ ვიტყვი და ალბათ თქვენ დამეთანხმებით. უბრალოდ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ხო? ჩვენ ვამბობთ და ვაჩვენებთ იმას, რაც არის, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრი, მაგრამ ეს არის ყველაზე კაი გამოსავალი. ეხლა გემოვნებაზე არ დაუვებ, ხო, ხშირად ვიტყვია, მაგრამ ზოგ შავი მოსწონს, ზოგ თეთრი მოსწონს, მაგრამ არის ერთი. ჭეშმარიტება არის ერთი. როგორ შეხედავ, რანაირი შეხედავ, როგორი კუთხი შეხედავ და იმის გულისთვის რომ მე აქედან კუთხიდან უყურე და შენ იქიდან კუთხიდან უყურე და ამის გულისთვის ერთმანეთს ხავში ვურთხავ და შეურაცხყოფა მივაყენოთ, რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ გავაკეთებ და ჩვენი არხი ამის ყოველთვის წინააღმდეგი იქნება. მიუხედავად ამისა არის თემები, ანუ საკითხები, აი ეხლა გულაცკა ცოტა ღელა, იმიტომ რომ მე ისევ და ისევ თქვენ იცით, მე თქვენ კომენტარებს და იმებს ყოველთვის ვუსმენ და ვითვალისწინებ და ექსპერიმენტის სახით გავუშვათ და მე თუ გამოგვივა, თუ არ გამოგვივა, ნუ დავანებებთ ამ თემაზე საუბარს და თემა რასაც გვია პოლიტიკა. რა დრო შენი პოლიტიკა, რადგინა პოლიტიკა, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, ხო იცი და როგორი ისინი არის ხოლმე გამოთქმები, მაგრამ იგივე შემიძლია თქვა რა შენი საქმე ლიტერატურა, რა შენი საქმეა ფილოსოფია, რა შენი საქმეა რაღაც საკითხებს რო ფსიქოლოგია და ასე შემდეგ. მაგრამ მაგას ვერ იტყვი, როგორც წეღანაც ადრეს რო თქვი რომ ზე მინდორი ეს ყველაფერს ხედავთ და ვერ გაექცევი, ხო? ასია სამწუხაროდ პოლიტიკა, რომელიც ასია გავრცელებული და ვერ გაიქცევი. გინდა არ გინდა ხარ შეგეხება, აი რო ამბობე ხოლმე პოლიტიკა მე არ მეხება, მე არ მაინტერესებს. კი, შენ არ გაინტერესებს, შენ ცდილობ მოშორდე და არ შეახებინო და არის და მაგრამ ის მოგადგება ეკონომიკური პრობლემების, შიმშილის ომის და 1000 გვარი რაღაცები, 1000 გვარი ცუდი შედეგები. შეგეხება ეს ვარიანტი არ არის, ხო ეს ცხოვრებაა და ნუ ძალაუნდები გასიზა ხა ადამიანი ამ ცხოვრების განმავლობაში იმდენი რაღაც ეხება ადამიანს, რომ ნუ პოლიტიკას ვერ მოშორდები, თუ რაც არ უნდა დაიმანო და რაც არ უნდა გაიქცე, მაინც შეგეხება. ამიტომ მე ასეთი რაღაცა გადავწყვიტე, რომ აი შევეცდები, რომ აი სამშაბათობით კვირაში ერთხელ მაინც სანამ ახლა ამერიკაში ვარ, ბუნებრივად განვიხილოთ პოლიტიკური სიტუაცია და წეღან რაც ვთქვი. ეხლა მე ვის მხარეს ვარ, ხო პოლიტიკაში როგორია სამწუხაროდ ეხლა პოლიტიკა ისე გავყვა ადამიანები, მეგობრები, ცოლქმანი, რა ვიცი, ათესავები, რომ საშინელებაა, ხო? მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებ იმას, რომ ჩემი აზრისა და თქვენი აზრის გამო ჩვენ შორის მოხდეს რაღაცა უარყოფითი ენერგიით დაგრუზული ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, რომ ვაჩვენოთ ის, რაც არის და ჩემ აზრს ვიტყვი, მე საფიქრას უკვე თქვენ დაგიტოვებ და არჩევანსაც თქვენ დაგიტოვებთ. არავითარ შემთხვევაში მე არ დავიწყებ მტკიცებას, მე უბრალოდ რაღაცას ვიტყვი, კი, მე ჩემი რაღაცა მექნება, გულში უპირატესობა ჩემ გულში მექნება, მაგრამ საფიქრას ყოველთვის დაგიტოვებთ და უკვე თქვენ თვითონ აარჩიეთ. როგორ გითხრათ, ეხლა პოლიტიკაში როგორ არის იმის მხარეს, ამის მხარეს, იმის მხარეს არის ეს მაწყობს, ის არ მაწყობს, ხო იცი როგორ არის და მე ამას ყოველთვის თქვენ დაგიტოვებთ, იმიტომ რომ მე ვუფრთხილდები თქვენთან ურთიერთობას, ვუფრთხილდები, მე რა ცუდი გზა არის, ვუფრთხილდები ჩვენ არხს და მოკლედ და კონკრეტულად ვუფრთხილდებით ერთმანეთს რა. აი ამ პოლიტიკიდან, აი ამ ხედვიდან გამომდინარე, ჩვენ აი ესეთ საუბრებს შემოგთავაზებთ პოლიტიკის შესახებ. არა მარტო პოლიტიკის შესახებ, არამედ საერთოდ რაზეც საუბრობთ. აინგრა მანქანა, აინგრა. აი ამერიკას რო აქებენ, ამერიკა ოზოგს გონია რომ ყველაფერი იდეალური აქ ამდენი ხანი ახლა მოვდივარ და კიდე კაი ჯორჯი ყავს მაგარი და უძლებს ამას ყველაფერს. ერთ რაღაცას წინასწარ ვიტყვი, რომ ჩემი ყოველი და რაზეც აი
თქვენ იცით ეხლა მე ვინც მიყურებ და ასე თუ ისე აქტიური ნახვის არის მაყურებელია ჩვენი არხის. ჩემი, ყოველ შემთხვევაში ამბიცია, კეთილი ამბიცია რა, ჩემი ყოველი აზრი, ყოველი საფუძველი, ყოველი გამოსახული აზრისა ეს იქნება დაფუძნებული ბიბლიიდან, ანუ ერთის სწავლებიდან. აქედან გამომდინარე, ეხლა ვის მხარესახა და რას მხარესახა და რა არის შენი აზროვნების საფუძველი, მე რომ მკითხავენ, მე ვიტყვი რომ ჩემი აზროვნების საფუძველი არის ბიბლია და წმინდა წერილი. მე დაინგრა ყველაფერი. ისეთი ცუდი გზაა რომ არ მაძლევენ ლაპარაკის საშუალებას. მაგრამ ისე მინდა თქვა რომ არ გამოდის და ალბათ გამოსწორდება ახალსა და დავაგრძელებ საუბარს. და ასე შემთავრდეთ მეგობრებო, აი რო არის ხო ვის მხარესახა, რას მხარესახა, ხო არის ასეთ კითხვა, ხო პოლიტიკაში სულმასია, ვის მხარესახა, ვის მხარეს იკავებ, ის პოზიცია გიკავია. მე მიკავია საქართველოს პოზიცია. იმ მხარესა ვარ, რაც საქართველოსთვის სასარგებლოა, რაც საქართველოსთვის კარგია და იმის მოწინააღმდეგე ვარ, რაც საქართველოსთვის დამღუპველია და რაც საქართველოსთვის ცუდია. ეხლა ზოგი მეტყვის კაცო, ყველა საქართველოსთვის ვაკეთებთ ხო პოლიტიკოსები? ლიბერალს რო კითხო, ის საქართველოსთვის ზრუნავს და ის ხედვა საქართველოს არის, კონსერვატორს რო კითხო, ისიც საქართველოს გულისთვის არის, ისე თავისი მიაჩნია სწორი. ბუნებრივია ხა სწორი თუ რაღაცა მიაჩნია, მაგრამ ჩვენ ახლა მიგაჩნია და ასე მიგაჩნია, ამიტომ ცუდი არ უნდა გააკეთო, ხო? ამას ქვია ზომიერება და აზროვნება, სიბრძნე. და ჩვენი სიბრძნე, ოღონდ შემთხვევაში მე მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეს მივждებთ, სადაც მთავარი არსი არის, რომ როცა ხედავ ადამიანი არ გეთანხმება და შფოთისკენ მიყავს, შენ ყოველთვის უნდა შეეცადო, რომ ეს შფოთი გააშოშმინო. აი ეს არის მთელი ჩვენი არსი. დანარჩენი, როგორც წეღანა ვთქვი, მე ვაჩვენებ იმას, რაც არის და ყოველთვის საფიქრეს დაგიტოვებ. ნახოთ, აბა როგორ გამოგვივა ეს ექსპერიმენტი და დავიწყოთ საუბარი პოლიტიკაზე. და ჩვენ საუბრებში განსაკუთრებით პოლიტიკაში საკმაოდ რაციონალური და პრაქტიკული მეცნიერება, ასე რომ ვთქვათ, მოქმედება არგუმენტების, ფაქტების, მაგალითების გარეშე ჩვენ არ ვისაუბრებთ. თუ ვინმე შემოვა ჩემ დისკუსიაში და ამ სამიდან ერთი მაინც დააკდება და იქნება მინდაზე და რაღაც ემოციებზე და ეს მომწოხა და არ მომწოხა გამორიცხულია, ჩვენ ამას მოვერიდებით და უბრალოდ დისკუსიაში არ შევართ და მე რამდენჯერ წეღან ჩვენ ვიტყვით ამ ვარიანტებს და მე ყოველთვის დაგიტოვებთ საფიქრებს. მაგრამ თუ წამოვიდა ეხლა ისეთი ისევ წინააღმდეგობები, ისევ არგუმენტების გარეშე, ფაქტების გარეშე და მაგალითების გარეშე ჩვენ მაგას არ ვიღებულა. ესე იგი, ემოციაზე და მინდაზე და არ მინდაზე დამყარებულ ხედვას, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ესეც ხედვაა რა, აი ასე მინდა და всё, მეტი აღარ მაინტერესებს, ეს ჩვენ მიგვაჩნია ბავშვურ აზროვნებად, აი კამფეტიმი და ამ სტილში და მე წინასწარ მინდა თავი დავისვლიო და წინასწარ გეტყვი რომ ასეთ ადამიანებს ჩვენ არ მოვუსმენთ. დანარჩენი აი ესეთი წესი ვთქვათ დავიცვათ და მგონი კარგი დისკუსია და კარგი სალაპარაკო სიტუაცია გვექნება. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს უთხრიდებით, მიუხედავად იმისა, სხვადასხვა აზრებისა და სხვადასხვა ფიქრებისა, ჩვენი მთავარი დევიზია ჩვენ ერთმანეთს უთხრიდებით და თავარი შედეგზე გავიდეთ. შედეგი რა არის? ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და მშვიდობა. On the right. სამწუხაროდ ამ დისკუსიებში დარწმუნებული ვარ, ფაქტობრივად ყველა დისკუსიებში პრობლემა არის, რომ ადამიანებმა ბოლომდე არ იციან ინფორმაცია. და პოლიტიკაში ყველა პოლიტიკოსს, როგორც ვამბობთ ხოლმე, რას იზამ, მაგრამ ყველამ უნდა იპოლიტიკოს სიტყვაზე იაზროვნოს და თავისი აზრი ქონდეს, მაგრამ სასურველია რომ ცოდნა ქონდეს, რომელიც ფაქტებზე და
რაღაც გამოცდილებაზე არის დამყარებული. ნუ მოგეხსენებათ ეხლა პოლიტიკა რა არის, ასე მოკლედ და მარტივად რო თქვა, პოლიტიკა არის გავლენა, ხო? ერთი ადამიანი მოქმედებს ადამიანზე რაღაცა ინტერესიდან გამომდინარე და ატარებს პოლიტიკას. მე ხშირად მithყავ და ალბათ ეხლა ამ ლაპარაკში საჭიროა, მაგრამ მე მაგალითად მომხავს ეს, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი პოლიტიკოსები და ყველაზე მაგარი წარმატებული ურთიერთობები და ხშირად მithqავს რომ უთქვათ, აი თქვენ სახელმწიფო როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მართოს და მე მithქვენ რომ სახელმწიფო უნდა მართო როგორც საკანში. გამეორდები, აი საკანში ზის 20 კაცი, აქ ქურდია, აქ კაცისკვლელია, აქ ცისფერია, აქ ვიღაცა, მაგრამ იდეალური ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველა მიცის თავისი ხაზი. ქურდი 100 წელი შეურაცხყოფას არ მიაყენებს იმ ცისფერს, ცისფერიც არ მიაყენებს აქეთ, იმიტომ იმან იცის იმ ხაზს არ უნდა გადაცდეს. ეს არის მე მიმაჩნია სახელმწიფოს იდეალურ წყობას და აქ ერთობა მერე გავლენები, მაგრამ კითხვა ისმის, აი მაგალითად, ნუ საკანში თუ ზის 3 ქურდი და თავისი გავლენები უნდა გაატაროს, ხო? ნუ საკანში კიდევ მოახერხებენ, მაგრამ აი ზონაში, სადაც უკვე ზონა გვაქვს, ამალგი ქონა მეტი ხალხია, ხო, ეს ზოში რამდენიმე ქურდია და ყველა ქურდს უნდა თავისი გავლენა გაატაროს, ხო? და ერთი ქურდი იტყვის, აი 20 კაცი ჩემი მომხრეა, მეორე 40 ჩემია და რაღაცა პოლიტიკა უნდა გაატაროს, ხო? და რაღაცნაირად მოქმედებს იმ 20 კაცზე, 30 კაცზე და თავის მომხრეებად მოყავს. იწოვს. და მე ვინ როგორ გავლენას მოახდენს და ერთმანეთში როგორ მორიგდებიან, ამას ქვია პოლიტიკა და ესე პრიმიტიულად ვიტყვი. და ასია დიდ სახელმწიფოებში. მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, იცით მეგობრებო, ეხლა შეიძლება მე რო ეს მაგალითი მოვიყვანე. ციხე მე ხშირად ვიტყვია და რა გაგვიჭირეთ ციხე, ეხლა ზოგი გამოჩნდება და რა არის ეხლა ამ შენმა კრიმინალურმა აზროვნებამ და პატიმრების აზროვნებით გვინდა გველაპარაკო ცხოვრებაზეო. მაგრამ მე ერთი მაგარი კოზირი მაქვს. მე არავის ამას კი არ ვაჩვენებ და ისა ვარ და ესა ვარ, მაგრამ ერთი ვიტყვი რომ ძალიან ბევრი მოაზროვნეები, ჭკვიანი მოაზროვნეები, უმეტესობა მგონი ციხეში ნაჯდომი არიან და იქიდან გამოტანილი ფიქრები გამოუქვეყნებიან და ეს გავიარო ეს ხალხის იქიდან ნაფიქრი, ციხეებში ნაფიქრი გასკნები და გამოცდილება გამოუტანიათ საზოგადოებაში და გამხდარა საკმაოდ ცნობილი და სასარგებლო პიროვნებები სამყაროში. ავიღოთ დოსტოევსკის ციხეში იჯდა, მიხეილ ჯავახიშვილი ციხეში იჯდა, ვიქტორ ჰიუგო ციხეში იჯდა, სერვანტესი ციხეში იჯდა, შექსპირი ციხეში იჯდა, არა შექსპირი ბოდიში შექსპირიზე ამბობდნენ, მაგრამ ისა ნოდარ დუმბაძე ციხეში იჯდა. და რა ვიცი, რამდენი ადამიანი იჯდა ციხეში, რომლებიც გატანილი, ახლა დოსტოევსკის ციხეში რომ ისეთი რაღაცები დაწერა, იქ შეისწავლა ბიბლია და იქიდან დაიწყო მისი სხვანაირი აზროვნება, ცნობიერება და არა მარტო დოსტოევსკი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანები და ამიტომ ცოტა მაგ შენიშვნას ვერ მივიღებ. რატომ მომყავს ეს ციხის მაგალითები, იმიტომ რომ ციხეში ბევრს ფიქრობ, გარეთ შეიძლება ვერ ფიქრობ და ის ფიქრი მე შედეგზე ახდენს გავლენას და იმიტომ ვთქვი რა და ამიტომ ის რომ აი შენაირი კრიმინალური აზროვნების ადამიანები რო ერევიან პოლიტიკაში, მე არ ვერევი, მე უბრალოდ ჩემ აზრებს გიზიარებ და იქიდან ვთქვი და ამიტომ ასე რომ ციხეში ნაჯდომი ხალხი, ხელწამოსაკრავი ხალხი არ არის. ჩემი სახე, ნუ ეს რა თქმა უნდა ხუბრობაში. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი ყველგან უნდა იყოს ადამიანი, ომში იქნება, ციხეში იქნება, გარეთ იქნება თუ სად იქნება. რომ მეთანხმებით მეგობრებო. და აი აქედან გამომდინარე ასე გავამართეთ ჩემი ციხეში ჯდომა. საჯვარედინებია და
მაინც დასავლეთ ამერიკაში მიჩვენია, მაგრამ რასიზა ხა. დიდი ხანი აქეთკენ არ ყოფილა დასავლეთ ამერიკაში და მეშინია რომ შეესწავლა არ მომიდეს საქმე არ გადაუხდი. Keep left to I-83 South. ძალიან პირადულში გადავედი, მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ, ჩვენ ყველაფერს ნატურაში და ბუნებრივად ვიღებთ და აპარატად. კარგი, დავიწყოთ ესე იგი პოლიტიკაზე. პოლიტიკის პირველი ამბანი სამწუხაროდ არის გეოპოლიტიკა. რა არის გეოპოლიტიკა? თუ ფურდებს გავლენა და ესეთ პოლიტიკაა, მაგრამ გეოპოლიტიკა უკვე სახელმწიფოებრივი სიტყვაა, ხო? არის რამდენიმე სახელმწიფო მსოფლიოში და ერთმანეთში თავისი გეოპოლიტიკური, ანუ გეოგრაფიიდან გამომდინარე, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, On the right to I-76 East. თავის პოლიტიკას ატარებს. პოლიტიკა ძირითადად რა არის? თქვათ ხარ შენ დიდი სახელმწიფო სიტყვაზე ხარ ევროპაში, აფრიკაში არის რამდენი ნედლეული რაღაცა და შენ ხარ ევროპაში რამდენი ქვეყანა ხარ და აფრიკაში უნდა განავწო შენი ინტერესები, იმიტომ რომ აფრიკის სიტყვაზე ისტორიული მაგალითებს ვიძახი, გინდა ის ნედლეული გაითრიო და შენი გავლენა, შენი ადგილობრივი მოსახლეობა დაექვემდებარო შენ ინტერესებს. ჩვეულებრივი სახელმწიფოებრივი ანაბანა რა. უბრალოდ დიდ პოლიტიკას 29 მაინც არაბერიო 29 და ბიაშ შეშათვის. ჯერ გადავიდე და მე გავაგზავნე საუბარი, მე რამდენი ჯერ ტექსმეტიანი გზა არის, ყველაზე ძვირი გზა არის, მოუწევს ღოლები ვერიდებით, აქ წამოსულ, მაგრამ დიდი მანძილი არა, მაგრამ რაღაც 40 მილი მაქვს და სხვა გზა არა მე თუ სოფლის გზებით რომ მევლო, უფრო უარესი იქნებოდა. Keep right to I-76 East. დავდექეთ ეთე 40 მაილი წყარაჩებილია ვილაპარაკოთ. ხოდა რას ვამბობდი? გეოპოლიტიკა არის პოლიტიკის ანიბანი. რამდენი ქვეყანაა, გონი 200 ქვეყანაა ხო? მსოფლიოში და ერთმანეთში აქვს ურთიერთ ინტერესები და სამწუხაროდ თუ საკეთილდღეო თუ რაღაცა დიდი ქვეყნები უფრო გააქვთ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო გავლენიანი და ძლიერები არიან და ცდილობენ თავისი გავლენები გაატარონ. ამასობაში ეს პატარა ქვეყნები უყურებენ არა რომელი მხარეს არის, რომელ მხარეს დადგნენ, აი ესე პრიმიტიურად ვამბობ და ფაქტობრივად მთელი ისტორია მასია. რომის იმპერიიდან დაწყებული სულ ასია, რომელი ქვეყანაც იყო ძლიერი. ჩვენი ისტორია საქართველოს ხომ ასეა, ხან ირანი იყო ძლიერი, ხან თურქეთი იყო ძლიერი, ოსმალეთის იმპერია, ხან ბიზანტია და იმიტომ შენ პატარა ქვეყანა გეოპოლიტიკურ ინტერესებს ვერ გაატარებ. ყოველთვის უნდა ისე გააკეთო, რომ იმ დიდ ქვეყნების ინტერესიდან გამომდინარე რო არ დაგაზიანოს და დაგანადგუროს. სხვა არჩევანი არ აქვს და ფაქტობრივად ჩვენი ისტორიაც ესეა, ხო ეხლა არასდროს სამყოფია დიდი ისიც არ ვიცი რომ 10 მილიონი ვიყავით გონი თამარ მეფის დროს და დანარჩენი სულ გეოპოლიტიკიდან გამომდინარე რო არ აქვს შესაძლებლობა ყოველთვის უნდა ლავირება გააკეთო. ეს არის ჩვენი ქართული ისტორია, საქართველოს ისტორია. და ამაზე რო საუბრობ ხოლმე, აქედან რო ვიწყებ და მე რო გადავავლებ ხოლმე მიმდინარე პროცესებს, დღევანდელ მიმდინარე პროცესებს ზოგს ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, მოდი რა, გეოპოლიტიკურად შევხედოთ ყველა საკითხებს და არ საკითხებენ. ვეუბნები, მოდი საკითხებზე შევხედოთ ისტორიას, გადავხედოთ ბიბლიას, გადავხედოთ წარსულს
და არა ინტერესებს ხოლმე ზოგჯერ არიან ხოლმე ასეთი ადამიანები რომ მე ეხლა მაინტერესებს ეხლა მინდა გადავრჩე კი გასაგებია ეხლა გინდა გადარჩე მაგრამ შენ ხო უნდა იცოდე მიზეზები რა ხდება როგორ ხდება ან სამწუხაროდ არიან ადამიანები და საერთოდ ადამიანთა ჯგუფები რომ მარტო მინდა მე პოლიტიკაში რა არის თვითონ ასეთი საგანგაშო რომ კი მინდა კაი ცხოვრება, მინდა ძლიერი მეზობელი, მინდა სიმშვიდე, მაგრამ რეალობა სხვა. მე დაულაგებ ამ რეალობებს, ერთი აი ასე დაულაგებ რეალობებს და არ აინტერესებს. მე ის მინდა, ბიჭო, კი მინდა, მაგრამ მეც მინდა კოსმოსში ფრენა, მეც მინდა ფრთები მქონდეს, მაგრამ შევძლებ? არა, მე მაინც მინდა. ბიჭო, კი გინდა, მაგრამ შეძლებ ვეკითხები და აი ძირითადად აი ეს პრობლემაა მგონი მსოფლიოში და ჩვენ სამყაროში, ქართულ სამყაროში და საერთოდ ზოგადად. ეხლა რატო წამოვიწყე ასე საუბარი მე სანამ კონკრეტულად გადავალ. ეხლა როგორ არის ეხლა ჩვენ და საქართველოში არიან გიჟი როგორ გითხრათ ეხლა მოდი იცით ასე მოვილაპარაკოთ. მე შეცდომა დაუშვი ეხლა გიჟი არ უნდა მეთქვა, უფრო ემოციურად ვიტყვი. შემდეგში ყოველთვის თუ რაღაცა ისეთი ემოციური წამოწდა, ალბათ არ წამოწდება და გავაკონტროლებ ჩემთვის ყოველთვის შენიშნა მომეცით მეგობრებო რომ ასეთი რაღაცა აღარ გავიმეორებ. არიან, ისე თქვა მინდა, არიან ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ მარტო ევროპა, ნატო და დასავლეთია საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა. არიან ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რუსეთია გადარჩენის გზა. არიან ადამიანები რომლებიც ფიქრობენ ნეიტრალიზმია გადარჩენის გზა. და ეს დუღილი მიდის ჩვენთან, ერთად ჩვენ ქვეყანაში. და ამ დუღილში მე თანხმებით რამდენი ემოცია, რამდენი შეურაცხყოფა, რამდენი უსამართლობა, რამდენი ისეთი ამბები ხდება, რომ ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. უბრალოდ იმდენები დროს სამარცხინო მომენტალები, ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ, გადაკიდებულები არიან და ამ დროს იძახიან რომ მორწმუნე ხალხია, იძახიან ბევრი ადამიანი რომ მერტის გზას ხა ბუნებრივია ზოგი მორწმუნეა, ზოგი არ არის მორწმუნე, მაგას არ აქვს ნიშნობა. დომხალში და რაღაც სასწაულად აღრეულ სიტუაციაში როა ეს ფაქტია, ხო მეთანხმებით. ყოველდღიურად, ხო ხანის გვესმის, ხანესის გვესმის. მოკლედ და კონკრეტულად არის დიდი დომხალი. ეხლა ჩვენც ეხლა ამ დომხალში როგორ ჩავერიოთ და მე ეხლა თქვი ჩვენ ვიტყვით იქითა მხარესაც, აქითა მხარესაც და ყოველთვის საფიქრეს დაუტოვებ ჩვენ მაყურებელს. მიმდინარე ერთ კვირაში რაც მოხდება, როგორც მოხდება შეძლებს დაგვარად, იმიტომ გინდა არ გინდა მაინც უსვენ ამ მithumetე ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სულ უსვენ ამ ინფორმაციას, საინფორმაციო წყაროებს, იმიტომ ტრაილერის გონი რომ რა გინდა რომ გინდა უსმენ. მე კიდევ რა მაღიზიანებს იცი მეგობრებო, რაც ჩვენ დამეთანხმებით უსამართლო იარლიკების მიკერება. აი მაგალითად ეხლა ჩვენთან როგორც არის ხო ლიბერალები რო იძახიან, რუსთაველი რო დადიან, თუ შენ რაღაცა თუ არიან ზოგი აღმერთებენ ევროპას და მარტო ერთადერთი ევროპის გზა გონიათ გადამრჩენელი. რაღაცა კრიტიკას იტყვი ამ ევროპის შესახებ და უცბად მოგაყერებენ იარლიკასო შენ ხარ პუტინისტი, შენ ხარ რუსისტი, შენ შეფნელი ხარ, შენ ისა ხარ. რატო რა ხან ისა? კაცო ან დამიტკეცე რატო ვარ რუსი? არა, ეს უკვე რაღაც გადახრა რა. აი და ასეთი სასაცილო მომენტებიც არის. ეხლა მოგესალმებით მე ლიტერატურაზე შეიძლება ლაპარაკო და ეხლა ხალხი მიწევს სიგარეტას. აი ჩვენ არზე რაღაცა რუს წერაზე რაღაც გარჩევას რო დავიწყებ ხოლმე ამ ლევ ტოლსტოიზე ან დოსტოევსკიზე ასეთი კომენტარები რუსი მწერლის წიგნი როგორ უნდა წავიკითხო. აი რა უნდა უპასუხო ეხლა ეს ხო ხდებით რა მარაზმია ამ დროს დოსტოევსკი არის მსოფლიო მოვლენა. ან მაგალითად ძალიან ბევრი ჩემთვის უთქვია რომ შენ ხარ ბნელი. რატომ მეთქი რა? არა, ეთხებ ევროპა გაიძახი და მე ვთხარი შენ ევროპა ერთადერთი გადარჩენი გზა და ამერიკა ევროპა. მე ვთხარი ევროპაში ნამყოფი ხარ? არა, მაგრამ ვიცი რომ კარგია.
ბიჭო, ჯერ მე გეუნები რომ თუ არა ხარ, მე მაგალითად 12 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამერიკაში ხო დავდივარ. ო, შენ ვიღაცა გავლენის ქვეშ ხარ იმის გერფო, ბიჭო, მე გეუნები, მე ვარ ამ ქვეყანაში ნამყოფი და ასე თუ ისე ვიცი პლუსი და მინუსი. არა ინტერესებს. მე მაინც ბნელი ვარ. ერთხელ მახსოვს რაღაც სუფრაზე ვარ და ავიდა ეს ზაგება იმის აღმერთება ევროპის და ამ ჩვენი ქართული რეალობის და ქართული ლიტერატურის და იმების რაღაცნაირად ვიზო ჩამორჩენილები ვარ და ზაგება წავიდა და ადრე მეც ვერ ვიკავებდი თავ და მეუნები მეთქი აი შეხო აღმერთებ ამ ევროპას და ეთი მითხარი ბოლოს რომელი ევროპელი წელის წიგნი წაიკითხე მეთქი და მაგი რა შუაშიაო არა просто მაინტერესებს შენი ბაგაჟი რო იძახი ევროპელი მაგი რა შუაშიაო მე აგერ ეხლა სულ არ არის წიგნი საჭირო მაგერ იმას Facebook-იაო TikTok-იაო და იქიდან მიიღებ ინფორმაციას აი შეაფასებ მეგობრებო რა არის დაუწყე ფილოსოფიაზე ლაპარაკს რა შუაშია ფილოსოფია ის აი მე ეხლა მინდა ცხოვრება ფილოსოფია დაუწყე რაღაც ისტორიულ მაგალითების მოყოლას ისტორია რა შუაშია მე ეხლა მინდა ცხოვრება რაღაც ნუ მე ისეთ მამინდა რომ სამწუხაროდ ისეთი ადამიანები შემოდიან დისკუსიაში და კამათი რომელიც მე არ მიყვარს რომ აშკარად ეთქობა ადამიანს რომ არ იცის და რაღაცას არის აყოლილი ტელევიზიას რავი TikTok-ს, Facebook-ს და პროპაგანდას. ეხლა ცუდია თუ კარგი, ნუ პროპაგანდა. დღეს ერთი შემეჯახა ეს სულ დასვიტვის მნიშვნელობით უკრაინაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ადამიანი იძახის რომ უკრაინა მოიგებსო და მოგებულიაო. მეოთხარი როგორ არის მოგებული, განადგურებულია დაანგრეულია ხალხი გაქცა არა ჯერ საძახა რუსეთი დაინგრევა დაიშლება მეთქი და მე ბოლოს იქითკენ მივიდა საუბრო მე ვარ პუტინისტი და რუსი ესე მე იმას ვამბობ რაც მე მაწყობს და იქიდან გამოდია ბიჭო მე რა მაწყობს რა შუაში მე გეუნების რაც არის და ხო ხდებით და ეს კატეგორიისა და საბოლოო ჯამში ნუ მე რა თქმა უნდა შევეცადე შვიდად დავშორებული ყავი მაგრამ მე მის თვალში მაინც ვიყავი პუტინისტი და ნელი რუსისტი რა ვიცი და დღესაც იმკაც ჯერა რომ უკრაინა იგებს და ხვალზე რუსეთი განითხება და უკრაინა დროშას აწერს და იქნება გამარჯვებული თქვენ როგორ ფიქრობთ უკრაინა იგებს მეგობრებო ეს უკვე თქვენთვის დამიტოვებია ჩვენ ვამბობთ იმას რაც არის უკრაინა დაანგრეულია მიწებშია გადაგის ხალხი აღარ იცი მიწურებში ცხოვრობენ იქით აქ და მთლიანად აუბედურებული და ან ასეთი ამბები ახლა ჩვენ და აი რუსეთს დედა უნდა უტიროთ ჩვენ და ქართულ სივრცეში ვიძახი და მეთქი აი როგორ უნდა უტირო აი უნდა დაინგრეს და უნდა ვიბრძოლო და ჩვენ სიცოცხლესა ნაძრასა სიკვდილის სახელოვანი მეუნები შენ ნაუმარი ხარ? არა ვარ ნაუმარი მე ნაუმარი ვარ რო შენ ვიღაცა ჩამორჩენილი ბნელი ხარ შენ კომუნისტების შევარდანძის დროინდელი კორუმპირებული მეთქი შენ ომში წახვალ მე რატომ უნდა წავიდე წავეგე ჯარი აი ჯარი მაგრამ ის ჯარი რა ყავს ამდენი ყავს 20-30 შენ რუსეთს დაუპირისპირდე რატოც არა ჩვენი წინაპრები ომობდნენ აი ეს ელისაშვილის ტიპის ისინი რა ტიპები და აი ბიჭო ხმალი კაი მოერიე მაგრამ ის რომ რაკეტას გამოუშვებდა იმას რომ გამოუშვებ მაშინ რა აფა დაუწვეთ ბიჭო რატო უნდა დაუწვე ხო შეიძლება რომ ცოტა სხვანაირად მოიქცია რა არა რუსთაველი რას გასწავლი და მეკითხები რუსთაველი წაკითხული გაქვს არა მაგრამ ნუ ვიცი დამთავრდა საუბარი ეხლა ჩვენ ქვეყანაში რომ მდელი არ არის და პოლიტიკოსი არის მდელი გეუნება რომ მე ლოცვა არ მინდა და ასე რაღაცა პოლიტიკოსი გეუნება რომ მე პოლიტიკოსი ვარ და ამ დროს მილიონერია ამ დროს
ნუ ყველაფერი არეულია ეს ვიცით და ძალიან გული ვტყივა მაგრამ რაფლად ეხა ჩვენება ჩენარშიც ასეთი ტიპები გამოჩნდნენ მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა წნარად ჩვიდათ და ემოციის გარეშე უნდა აუხსნა და დანარჩენი ეხა თვითონ ან მოიფიქრებს ან დაფიქრდება ან არ ვიცი ან ძალიან ბევრი ვარიანტებია მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ დავარია ჩვენ როცა პოლიტიკურ თემაზე ვილაპარაკებთ პოლიტიკურ დისკუსიაში შევარდეთ ისა დავიწყეთ ლაპარაკს არ ავარდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი სახე კიდევ აი ესეთი ტიპები რო ყავს ხოლმე პოლიტიკოსები უნდა დავიჭიროთ და ვუტიროთ გავანადგუროთ აი ჩვენი ბატონი შარლან ათელაშვილი ავიღოთ ყველას იჭეს და ყველას ციხეში ისვავს ყველას დედა უნდა უტიროს და ვის უტოვებ ამ ქვეყანას ყველას ციხეში დაჭერე ქვეყნებს აი ხო ხდებით რა აი და ენა ძვალი რო არა აქვს ხოლმე აი ესეთი ტიპაჟები რო ჩიტებიან ასე ვიტყვი ხო? რაღაცა კი გეცინება მაგრამ მეორე მხრივ მაგრამ გული წდება. ესე იგი ყვირიან, ჩავიან, იმუქრებიან, მე რო ეკითხები და რა მე ხო იყვირა და იჭხა მე რა შვები. ესეთი ტიპაჟები არიან სამწუხაროდ მაგრამ რა ვქნათ ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ადრე უთხრათ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. რა ვიცი, როგორ გამოგვივა ეს გაჩვენეთ ჩვენი პოლიტიკური დისკუსიები. ჩვენ შევეცდებით ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და არა ისე როგორც ეხა ჩვენთან არის რა, თუ ნაციონალების, ლიბერალების ის მაყოფილება გამოხატე, უცბად გეუბნებიან რომ კოცი ხარ. თუ კოცები გააკრიტიკე, რაღაცა თქვი უცბად გეუბნები ხარ ნაცი ხარ. და აი ეს ამბებში ვარ რა და მე ამ დროს ვეუბნები მოდი ფაქტი, მაგალითი და არგუმენტი. დანარჩენს ჩვენ არ ვებულობთ. გინდა ის მიძახე, გინდა ეს მიძახე, მე პირადად და ჩვენი დისკუსიები იქნება ფაქტებზე, არგუმენტებზე და მაგალითებზე დამყარებული. ხომ მეტახმებით მეგობრებო? და დავიწყოთ დისკუსიები. ეხა ნაციონალები რო იძახიან, აი რა გააკეთა ოცნებამ, მთელი ამბები და მე ვეუბნები რომ ბიჭო კი, შეიძლება ბევრი რაღაცა მეც არ მომწონს, მაგრამ ოცნებას ვერ დაუკარხავ იმას, რომ ქვეყანა ომში არ არის. როგორ გინდა? და ვარ მე კოცი. აი მეგობრებო, როგორ დაუკარხო ეხლა კოცურ მთავრობაში რომ ბევრი ცუდი რაღაცა ხდება, მაგას რა თქმა თქვა. მაგრამ ამას მე ვეტყვი წნარად და შვიდად. მაგრამ ის რომ კოცურ მთავრობა რომ ჩვენ ეხლა მშვიდობაში ვარ და უკრაინის მაგალითზე უკრაინასავით არა ვართ, ეს არ არის მაგათი დამსახურება. მაგრამ ვიღაცა იტყვის რომ შეხარ კოცი. მაგრამ მე რო ვიტყვი რომ ეს მთავრობა რაც ეხლა ყავს შენ მთავრობაში ეს არის მეჯღანუაშვილების მთავრობა უცბად გამოხდება ეს ხეშეხა ნაცი და ვეუბნები იცი რა არის მეჯღანუაშვილი საიდან ეცოდინება წაკითხული არა აქვს მაგრამ რო უხსნი რომ მეჯღანუაშვილი არის მარტო ფულის გულისთვის ისი აზროვნება მარტო ფულის შოვნაზე როა და არ ფიქრობ მომავალზე ეს ხო ფაქტია ეს არის არტაზიანმა დაწერა ეს ხო ფულის გულისთვის ყველაფერს აკეთებს ეს სოლომონ ისაკიჩი არა სოლომონ ისაკიჩი გამოხდებიან და შენ როგორ გითხარიო მეჯღანუაშვილები ხართო და ამას შეურაცხყოფა ღებულობა და ამ დროს უკვე ხოცები მეორევა შენ მოგზავნილი კაცი ხარ ნაციონალების კაცი ხარ არ არის მარაზმი მეგობრებო მაგრამ მე ვამბობ ფაქტები მაგალითი მომიტანე ნაციონალის ვეუბნები ვითხარი მე პუტინისტი ვარ ვითხარი რომ პუტინისტი ვარ კოცვეუბნები თუ ნაციონალი ვითხარი რითი საბუთო არა ის მაგას მასე უნდა ჩვენ ხო უნდაზე არა ვარ ჩვენ ვამბობთ იმას რაც არის არაბიზაციაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ეხლა იმ დროს გამოვიდა პრემიერ-მინისტრი აი ეხლა ის იგირქირი გაიყიდაო არაბიზაციაო იქო ქართველებმა იყიდესო ისეო და მარტო ორმა არაბმა იყიდაო სად არის ვაგ არაბიზაციაო არაბიზაცია იმას კი ანიზავს არაბთან საქმე კი არა გვაქვს მაგრამ
ესო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვარ და ქუჩაში რომ ეხა იმ დღეს ვიყურებდი პატარა ახალგაზრდა ბიჭი გააჩერე და ოქროთევზი რომ ესო რა თქო დაიჭირო რა სიტყვა პირველი მოთხოვნა რა ისა რა სიოცნება რა თქო იცით პირველი იმას ვიოცნებებ რომ ეს სუნიანი ინდუსები გაყარეო სუნიაო აიგა და მე სუნზე კი ახლა შეურაცხყოფას კი არ ვაყინებ მაგრამ ნუ ფაქტია და ამ დროს გვეუბნებიან რომ ყველაფერი ნორმალურად არისო და ახლა ეს რო თქვი მე ალბათ მეტყვია რომ მე ვარ ნაციონალი ეხლა რასაც ვიტყვი ამაზეც უკვე რას ვიტყვიან მე ახლა ჩვენ გითხარით რომ ჩვენ ხედვა არის ბიბლიიდან გამოდინა და ბიბლიაში ყოველთვის ასეთი ერთ-ერთი მთავარი ხაზია რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო აი არ მოვიშოროთ ოცნება ყველანაირი გზით მე ვეუბნები რატო უნდა მოვიშორო ჩაატარე არჩევნები და თუ მოუგებ არა ისინი აყალბებენ იმას აკეთებენ მტკიცებულება გააქვს ფაქტები გააქვს არა გაქვს მაგრამ აი ასე უნდა ისიც არ უნდა რომ თავის დრო მოვიდე ისი იქამდეც ვერ ითმეს რომ თავის დრო მოვიდეს რომ წყნარად გააკეთო და ჯერ ესეთი სასაცილოც არის წყნარად კი გააკეთე მაგრამ ეს არეულობის თავიც არა აქვს გადატრიალების თავიც არის ხმაური და შუმოკი ციხეში რო არის ხოლმე და ესეთ ამბავში არ რა ვიცი ეგ რო ეტყვი ხოლმე ყველაფერს თავისი დრო აქვს ამაზე გიждდებიან და ბევრს უთქე რომ შენ შიშარა ხარ და მოღალატე ხო ეს სიტყვა მოღალატე ხო ვაფშე სასწაულია რა მოღალატე საბჭოთა კავშირი დაინგრა იმ ცხონებული ზვიადის სულ მაგას გაეძახოდა მოღალატე ყველა მოღალატეო იქიდან მოგძდებს ესა რა თქვი მოღალატე რატო აყო თქვი რა არ მოგწოს როგორ მოგწოს და შეურაცხყოფას რომ მაყენებ და ეხლა როგორ ეცე მე შენ დედა გაგინო და მე შემდგარ კარგა იგივეა მოღალატე რუსო პუტინისტო დედას მაგინებ იმას შეურაცხყოფას მაყენება შენ კიდე ამით საქმე გააკეთო და ასეთ ადამიანებს ქვია პოლიტიკოსები და პოლიტიკოსები ქვია ასეთ ადამიანებს არის პოლიტიკოსობა ესა როცა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებს ავიცი აი ნახოთ დავიწყებ დისკუსიებს და სიმართლე შევესწრებით რომ ახსენებთ უკვე მე აი როგორც კი ცოტა გადაუხვე უცბად თავში ჩამარტყით კარგით მოდი ახლა დავამთავრებ ახლა ცოტა ისე გამოვიდა ჩემი ემოციური გამოსვლა გამოვიდა მაგრამ ჩემი სათქმელი მივხვდი ეხლა ბევრი იმაზე თქვი ხო ქურდებზე და ამ გეოპოლიტიკაზე გამომდინარე და ეხლა მიუნხენის ის ჩატარდა რა ქვია პრეს კონფერენცია უშიშროების და ყველას მოგეხსენებათ გამოვიდა ეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და რუბიოც ხო და ეტაპი განაცხადა რომ ევროპელებს განუცხადა რომ თქვენ თუ გიდათ ომი იომეთ მაგრამ ჩვენ ამაში აქტიურად არ ჩავერევით აქტიურად არ ერევიან მაგრამ იარაღს და აქია ევროპელებს აყიდინებენ იარაღს და უკრაინაში აგზავნიან აქედან ევროპელები გამოდიან რომ აი ჩვენ ამერიკა არ გვინდა და უკრაინას ყველანაირად დავეხმარებით და დრონებით და რავი პოლონეთში და იმებში კეთდება და ომს აპირებენ ნუ აქტიურად არ ვიცი ახლა როგორ მოხდება ეს ახლა სასაცილოა თუ არაფერი მაგრამ სახარბიელო ნამდვილად არ არის და მე ისეთი საფრთხილება მჩება რომ ევროპა რა ვიცი სხვა გზა არ აქვს იმიტომ რომ დათანხმდნენ ისინი იძახიან რომ რუსეთი წამოვა ჩვენსკენ და ამიტომ დაცვა გვინდაო მე არ ამჯერა ამისი ახლა მე ამჯერა არა ჩვენ იმას ხას არ გადაუსვათ არ გავცდეთ რომ ამიტომაც მოგვწევს რუსეთი ისა იმას ევროპა იმის წინააღმდეგ ხო გასასურველია მე მაგალითად ახლა არ ამგონია რატო უნდა წავიდეს ახლა რუსეთი იმაზე ევროპისკენ რუსეთი უკრაინას და იმას თავის სივრცე თათმის და თავიდან გამოვდანა ნატო და ეს არ მინდაო მაგრამ ამაზე მიდიოდა ბრძოლა კი გასაგებია რუსეთი შეიძლება არ დაეწყო მაგრამ ისე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ამას უნდა გადახვიდოთ რა მოხდა იქ მაგრამ აქაც აგიწყებენ აი ბავშვებს კლავენ იმას კლავენ გასაგებია ამას ვიგეუნება რომ ომი კარგია და ცუდია მაგრამ აი გეოპოლიტიკაში უნდა ჩავწვდე რატო ხდება ხო აი ხა ამერიკამ უარს ამბობს
აქტიურად ჩაერთოს იქიდან გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ხო? ამერიკა და რუსეთი რაღაცაში შეთავდნენ და ფაქტია, რომ ევროპა მიატოვეს და ასე ვთქვათ, კუთხეში მიატოვეს და შენ თვითონ რაც კიდე ის გადაწყვიტეო, ხო, ფაქტია. ეხლა ევროპა რაც გადაწყვიტებს, გააგრძელებს, რომ არ გააგრძელებს, თუმცა იძახიან, კი გავაგრძელებთ, მაგრამ ნუ ფაქტია, ხო? ფაქტია, რომ ორი ქურდი, როგორც ეხლა ციხეშვილი, ეს რუსეთი და ამერიკაში რაღაცა რომ მოილაპარაკეს, ესეც ფაქტია. ეხლა გეოპოლიტიკურად რო ამართლებენ ახლა ხოლმე ამერიკა ყველაფერში მართალია და რო ეუბნები ხოლმე რომ ბიჭო ყველაფერი მართალი როგორ არის ამერიკას იგივე ეკონომიკიდან გამომდინარე ეკონომიკური პოლიტიკის შანარის წაიყვანა ნავთობის გულით მოაგვარა ის საქმე, ხო? და ამას ამართლებენ, მაგრამ ვენესუელის ნავთობი მაგისია, კი ადრე კოლონიზაციის დროს აუწყეს, მაგრამ ფაქტობრივად ხო ეკონომიკა ამოძრავეს. მაშინ თუ ვენესუელაში მართალია ამერიკა, მაშინ გრენლანდიაში და კანადაში რა უნდა? ხო, იძახენ, ხო ამერიკა იმიტომ მიდის, რომ დემოკრატია დაამხარნოს. მეუბნები, რომ დემოკრატია აი ირანში რატომ მიდის, ხო? ირანთან ვერ შეთანხმდა ამერიკა, რაღაც იქ ატომური იმების ურანის და იმის დამუშავების ამბავში და ამ დროს გეუბნებიან, აი დემოკრატია უნდა დამყარდეს ირანში და ეს ბიჭო რა უნდა ამერიკას ირანში, რა უნდა ამერიკას ფილიპინებში. აი თუ შენ დემოკრატიას ითხოვ, მაშინ საუდის არაბეთში და ყატარში და რიგ არაბულ ქვეყნებში დემოკრატიაა, იქ როგორც ქალებს როგორ ექცევენ და რანაირად ექცევიან, მაგრამ იქით რატომაც დემოკრატია არ ახსოვს ამერიკას, მაგრამ დემოკრატიაზე ფიქრობს ირანში. თუმცა საუდის არაბეთს და არაბულ ქვეყნებს მოლაპარაკება აქვს ამერიკასთან ნავთობის ამბავში და მოლაპარაკებენ წყნარად არიან და მშვიდად არიან, მაგრამ ირანი ვერ ლაპარაკდება. აიგე? ამიტომ ზოგჯერ რო იძახიან დემოკრატია, ის დემოკრატია, ახლა მაგალითად საქართველოს რატო გადაყვება შენ ამერიკას, რატო გადაყვება, ხო? შენ თუ ინტერესი არ აქვს, დიდი სამით არ ჩავე ის ამერიკა. საქართველოს ჭირდება რუსეთის წინააღმდეგ. რომ ცხიჭვი უკრაინას შეურჩოს. ამაზე რომ ვამბობ, იცახი შენ ისახარო, რა ქვია, რუსოფილი ხარ. რატოა რუსოფილი? ამერიკა არის 1000 კილომეტრი, 10000 კილომეტრი, რუსეთი არის გვერდზე. რუსეთი ნებისმიერ დროს გვერდზეა, ნებისმიერ დროს გაგანადგურებს, ნებისმიერ დროს დაგაზარალებს და ხო შეიძლება რომ ცოტა წყნარად იყოს, ხო? და მომყავს მე მაგალითი და ეს მაგალითები არ მოსწონს. აი მაგალითად სიტყვაზე ცხოვრობთ რაღაც სოფელში და დაგვესვა გლების ხროვა, ხო? ერთი ელოდება, ნუ გლები ამჟამად რუსეთია, ერთი ელოდება ვიღაცას, რაღაც 10000 ერთი მეზობელი, იმას ის მომა დამეხმარება და მეორე ფიქრობ, მოდი წყნარად ვიქნები. იქნება ეს გლები ცოტა დავაწყნარო და ცოტა იქით საჭმელი იქით წავიდეს ამ ჩემი სოფლიდან. არა, რახან მე გადავწყვიტო რომ ჩემი ეს გლები არ დამესხნარ და სოფლიდან ცოტა შორს მოვიშორო, მე გლების ხარესა ვარ. აი ასეთი შედარება რომ მოყავს, ხო ეს მაგალითი არ არის, იმის მაგალითი არ არის. არის. ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო, ჩვენი ექსპერიმენტალური გადაცემა იყო ჩემი ემოციური შესავალი, ასე რომ ვთქვა. შეიძლება ჩემი მოყვანილი მაგალითები არ იყოს ისეთი სწორი, მაგრამ შემდეგში ალბათ უფრო დავიხვეწებით რა პოლიტიკურ თემებს რო გამეხიდათ, რომ მე ვიცი რომ სადაც ადამიანს უყვარს სიხმარული, სადაც ცუდო შვიდობისკენ, სადაც ადამიანი რომელიც შედეგზეა ორიენტირებული, ის ყოველთვის შედეგზე გავა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შეინარჩუნდეს სიმშვიდეს, სიწყნარეს, ურთიერთპატივისცემას, მოსმენას, არგუმენტებით, ფაქტებით და მაგალითებით. შეიძლება ბოლომდე ვერ ჩავწდე იმ პოლიტიკურ და მე კი არა ისეთი სპეციალისტი და პროფესიონალები ვეცხვებიან, ისეთი რაღაცები ხდება, მაგრამ მე ერთი ვიცი რომ ერთი გზით თუ ვივლით და ერთი სწავლებები თუ ვიმოქმედებთ, ყველაფერი კარგად იქნება მომენტებში, მაგრამ სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ეს სასაცილოდ მიაჩნია და არასერიოზულად. რაშუაშია პოლიტიკა, რაშუაშია ღმერთი, რაშუაშია შუაში კი არა, თავშია, თავში, ამას ვიძახი და ნახოთ აბა როგორ გამოგვივა. იმედია ამ
ვიდეოს შემდეგ ბევრი ასე თქვათ არაობიექტური მლანძღველი არ გამოჩნდება. მე პირდაპირ გეუბნები როგორც კი კომენტარში გამოჩნდება რამე სიტყვაობა თუ რაღაც უაზრო შეურაცხყოფა იმას აუცილებლად კი პირდაპირ აუბლოკა დავფიქრებ მათ. დანარჩენი რა ვიცი ახლა რადგან მაქვს ნათქვამი მე დიდი პრეტენზია არ მაქვს მე პირიქით მადლობას გეტყვით მეგობრებო ამ ჩემი ტრაილერის ცხოვრებიდან გავასრულე მარტოა და თქვენთან ურთიერთობით მეც ვითარდები მეც ბევრ რაღაცას ვიძენ ბოლოს და ბოლოს დროც გამხავს კაი გაგებით ოღონდ კაი გაგებით მე ამისთვის მადლობას გეუბნები და ვისაუბროთ ვიდისკუსიოთ და თუ თქვენთან ურთიერთობა არ უნდა ვინმეს და თulies რომ ჩვენი მისი დონის ადამიანი არა ვარ მე პირადად ეხა ჩემზე ვიტყვი და ჩვენი არხი არ არის მისი რა ქვია საწინდარი მისი დონის გადართოთ და დანარჩენება ჩვენ თავს მიხვდებით და იქ გადართოს იმან სადაც აინტერესო და სადაც საინტერესო ამბები ხდება მისთვის აგეთ მეგობრებო ესეთი შესავალი გავაკეთე ამ ჩვენი პოლით და შევეცდები სამშაბათობით ასე თუ ისე განვიხილოთ და ჩვენებურად ვიმოქმედოთ აპყოლებები თუ საფუძველი რაც არის ჩვენ გარშემო. ჩვენი მთავარი დევიზია ვიფიქროთ, ვისაუბროთ, განვიხილოთ და მთავარი ხაზი და მთავარი დევიზია ერთმანეთს გაუთხიდეთ. გაუთხიდეთ ჩვენ თავს, ჩვენ მეგობრებს, ჩვენ ძმაკაცებს, ჩვენ ოჯახს, ჩვენ მეუღლეებს, ჩვენ საყვარელ ადამიანებს და გაუთხიდეთ იმ პატარა ტიგრეს რომელიც ამ სამყაროში გვაქვს გასავლელი. აუთხიდებით, მაშინ თუ მერთან ვიქნებით და დავისთავად მერტი ჩვენთან იქნება. კარგით ამა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. შევხვდებით ჩვეულებრივად ვიდეოებს გავაგრძელებთ. სამშაბათოეთ პოლიტიკას და პერიოდულად ხან ფილოსოფიას, ხან ლიტერატურას, ხან იმას შევეხები და ზოგადად ყველაფერს გაგიზიარებთ. ას თავში მოვდის და მე გამიხარდება ჩემში მოსული ფიქრები სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. კარგად, შევხვდებით მომავალ იმედია საინტერესო ვიდეოებში.